ასე დაიწყო ჩვენი ისტორიის ოქროს ხანა. ამ საოცარი გამარჯვების შესახებ ამბები შორეულ ქვეყნებში გავრცელდა. ჩვენს ხალხს ხოტბას ასხამდნენ მთელს საქრისტიანოში. მე მას ძლევაი საკვირველი ვუწოდე. მუსლიმთა კოალიციის მეთაური ილღაზი ბრძოლაში მიყენებული ჭრილობისაგან მომდევნო წელს გარდაიცვალა. ურიცხვი მტერი მოისრა და განადგურდა. მუსლიმთა ბატონობა კავკასიაში დასასრულს მიუახლოვდა. მეფე დავითმა ბრძოლის დასრულებისთანავე ჯარი თბილისისკენ დაძრა. მას ალყა შემოარტყა და ბრძოლით აიღო ქალაქი. მუსლიმთაგან 4 საუკუნის მანძილზე მიტაცებული ქართლის ძველი დედაქალაქი ისევ დაუბრუნდა კანონიერ მმართველს და იქცა მისი სამეფოს ახალ დედაქალაქად. მეფემ განაგრძო კონტრშეტევა სომხეთის და შირვანის მუსლიმი მმართველების წინააღმდეგ და გაათავისუფლა ჩრდილოეთ სომხეთი მათი ბატონობისგან. 1023 წელს მან დაიპყრო სომხეთის ძველი დედაქალაქი ანისი, ხოლო 1024 წელს შირვანი დაიკავა. სამეფოს საზღვრები გადაიჭიმა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. მეფე განსაკუთრებით უწყობდა ხელს საგანმანათლებლო კერების დაარსებას. იყო ტოლერანტი უცხო რელიგიათა მიმართ და შეღავათები დაუწესა დედაქალაქში მცხოვრებ მუსლიმებსა და ებრაელებს. იგი გარდაიცვალა 1125 წელს. დიდი პატივით დაკრძალეს გელათის მონასტერში.